მოგესალმებით, ეთერშია რადიო ხონის ხმა. წარმოგიდგენთ რუბრიკას გენდერს მიღმა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ორგანიზაცია People in Need-ის წარმომადგენელი ქალბატონი თეონა ფურცხვანიძე. მოგესალმებით, ქალბატონო თეონა. მოგესალმებით. გვიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად. ქალბატონო თეონა, თქვენ ხშირი სტუმარი ხართ ხონის სათემო განათლების ცენტრის და ერთობლივად არაერთი ტრენინგი და სემინარი გაგიმართავთ. ამჯერადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ვისაუბრებთ. ეს არის მედია წიგნიერება, რომელიც არის ძალიან აქტუალური საკითხი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა დღეს. პირველ რიგში წარმოგიდგენთ თქვენი თავი და გვესაუბრეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. მადლობას გიხდით თემით დაინტერესებისთვის. მე ვარ თეონა ფურცხვანიძე, წარმოვადგენ ჩეხურ ორგანიზაციას People in Need. ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია. და 1992 წელს დაარსდა ხავერდოვანი რევოლუციის დროს პრაღაში და სხვადასხვა ქვეყანაში 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს მისია. ხონის მუნიციპალიტეტში ჩვენ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ წლების განმავლობაში და მათ შორის ერთ-ერთი არის მედია წიგნიერების მიმართულებით სემინარების ორგანიზება პედაგოგებისთვის და დღეს უკვე მეორედ ვართ მართავ ჩეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სწორედაც რომ მედია წიგნიერების თემაზე. თქვენი სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ცოტა უფრო დავუკონკრეტდეთ მედია წიგნიერებასთან დაკავშირებით რა გამოწვევები გვაქვს და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. მედია წიგნიერების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა გამოწვევები საზოგადოებაში, ეს არა მხოლოდ თქვათ ჩვენს ქვეყანას ეხება, ზოგადად მსოფლიოში არის ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში და ადგილობრივ თემებში გამომდინარე იქედან, რომ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში გვიწევს ჩვენ დღეს ინფორმაციის გაფილტრა, მოძიება, ესე ვთქვათ, გადამოწმება ინფორმაციის, გარჩევა ნამდვილი და ყალბი, ახალი ამბის, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა გვაქვს ფოტო, ვიდეო манипуляციის შემთხვევები. ეს იმდენად ემოციურია ხოლმე, პირველივე ჯერზე ადამიანი ადვილად იჯერებს ამ ყველაფერს, ამიტომ სასკოლო განათლებაში, სკოლამდელ განათლებაში და ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს მედია წიგნიერი, იცოდეს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევა და არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი. დღევანდელი შეხვედრის შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მსმენელს. ჩვენ როგორც აღვნიშნე, მართავთ შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში პედაგოგებთან. დღევანდელი შეხვედრა გვაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ძალიან მახარებს, რომ გვყავს შერეული ჯგუფის წარმომადგენლები. იშვიათია ხოლმე, რომ ასაკოვანი ადამიანები და ასევე ახალგაზრდები ერთობლივად ესწრებოდნენ ხოლმე ტრენინგებს. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ამის საშუალება, რადგან ისინი და ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთმანეთში ცვლის გამოცდილებას, საინტერესო ინფორმაციას, აქტივობებში, როცა გვაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები, ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან, ცვლიან თავიანთ ინტერესებს, გამოცდილებებს და ჩვენ დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ავამაღლოთ მედია წიგნიერების ცოდნა, უნარები, სახალისო აქტივობებით, არაფორმალური განათლების მიდგომებით და სწავლების პროცესში ჩავრთოთ ჩვენი სტუმრები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროექტი ზოგადად მედია წიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში მხარდაჭერილია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია People in Need-ის მიერ საქართველოში 2023 წლის აპრილის თვიდან და დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში. გენდერული კუთხითაც მაინტერესებს, როგორ არის ჩართულობა? ქალები უფრო ჩართულები არიან თქვენს პროექტებში თუ მამაკაცები? ჩვენი პროექტი ძირითადად მიმართული არის ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე და
ყავდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც მედია წიგნიერების ვორქშოპები გაიარეს. ჩვენ ასევე გვაქვს დოკუმენტური ფილმები, ხელმძღვანელად ოვისის მეთოდოლოგიით, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ეს ფართოდ გავრცელებული მეთოდი არის ჩეხეთის რესპუბლიკაში და ჩვენ გარკვეულწილად ვცდილობთ დავნერგოთ ის საქართველოში, რასაც ნამდვილად კარგი შედეგები აქვს. მონაწილეთა თვალსაზრისით და გენდერული კუთხით უმეტესად გოგონები გამოხატავენ ხოლმე ინტერესს ჩვენი პროექტის მიმართ, თუმცა გვყავს ბიჭებიც, რაც ასევე ძალიან სასიამოვნოა. მზარდია ბიჭების დაინტერესება მედია წიგნიერების საკითხების მიმართ, რაც ძალიან გვახარებს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ქალბატონები და გოგონები არიან უმეტესად ჩართული ჩვენს პროექტებში. დასასრულისკენ რომ წავიდეთ, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით? მადლობა შეკითხვისთვის. მომდევნო წელსაც ვგეგმავთ ჩვენ მედია წიგნიერების თემაზე მუშაობის გაგრძელებას, გამომდინარე იქედან, რომ ეს თემა არის მეტად აქტუალური, საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს და თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან მოდის დიდი ინტერესი და მოთხოვნა ამ საკითხებზე მათი ცნობიერების ასამაღლებლად, ახალი აქტივობების შესათავაზებლად და რაც ყველაზე მეტად მახარებს ახალგაზრდა თაობასაც აქვს დიდი სურვილი და мотиваცია, რომ დაესწრონ მედია წიგნიერების ვორქშოპებს, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია PIPLINID უწევს ორგანიზებას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თეონა სტუმრობისთვის. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ჩეხური ორგანიზაცია PIPLINID-ის მედია წიგნიერების პროექტის მენეჯერი თეონა ფურცხვანიძე. მე გადაცემის წამყვანი ანა მოგელაძე გახლავართ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.